შენ რო თქვი ერთ-ერთი კოგნიტური მიკერძოება არის აი საზოგადოება შენ გარშემო რას ფიქრობ არავის არ უნდა რომ უმცირესობაში იყოს ეს ამას რო დაუმატოთ ის რაზეც ვისაუბრეთ რომ არავის არ უნდა რომ მცდარი იყოს ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა ერთი პერიოდი და დარწმუნებული ვარ ეხლაც ძალიან აქტიურად გამოიყენება რუსული ტროლების ქარხნების მიერ, როდესაც სოციალურ მედიაში სხვადასხვა ვებგვერდებზე, როდესაც რაღაცა ტიპის ინფორმაცია გამოიდებოდა, კომენტარებში ყოველთვის ეს ტროლების მეშვეობით ხდებოდა ამ ინფორმაციის ინტერპრეტირება. რაც უფრო მეტი ასეთი ტიპის ინტერპრეტაციას დაწერს, მე შენ სულ სხვა დასკვნა რო გამოიტანო, საზოგადოების რაღაც ნაწილი იმ ტროლის ინტერპრეტაციაზე გადადის, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ფიქრობს, რომ აგერ 150 კომენტარი ერთს ამბობს, მე სხვას ვფიქრობ, ეხლა ეს საზოგადოებაში ხმამაღლა რო ვთქვა, შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდე და ამიტომ ჯობია თუ გავაჟღერებ, ის გავაჟღერო, რაც იქ წერია და ამაზე ძალიან დიდი რესურსი იდებოდა, ეხლაც იდება რუსეთის მხრიდან, რომ საზოგადოება, რომელიც კითხულობს რაღაცა ტიპის ინფორმაციას, უმცირესობაში გრძნობდეს თავს, როდესაც რაღაც ინტერპრეტაციას აკეთებს და ამ FSB იქნება თუ ვინც მუშაობს ამ თემაზე, იმის სასარგებლო ინტერპრეტაცია უფრო უმრავლესობაში ჩანდეს და სოციალური მედია ამის არაჩვეულებრივ საშუალებას გვაძლევს დღესდღეობით.